სალამ მეგობრებო, გიბრუნდებით კიდევ ერთი ეპიზოდით ამჯერად არა კომპიუტერის კამიდან და ასე შემდეგ გზიდან. მოკლედ, ჩემს ნათესავებს უწყობ საკმაოდ კარგ ძლიერ კომპიუტერს და ამ კომპიუტერის აწყობის ვიდეოს, ტესტირების და ასე შემდეგ შემოგთავაზებთ. რა მონაცემებია, რა ფასები დაჯდა, სად ვიყიდი, ასე შემდეგ. ყველაფერს ვიდეოში გეტყვით, რჩევებსაც მოგცემთ და ასე შემდეგ. ანუ ეხაც ერთ-ერთი მაღაზიისკენ მივდივარ. ესეთი უნდა ვიყიდო და кейსი უნდა ვიყიდო. სადაც კარგი ფასები უნდა ხი მაღაზიებში დავიარე რა, ესე ვთქვათ, რომელიმე კომენტულში არ მიყიდია ყველაფერი. 3 hours later. ყველაფრის კიდევ ვერ მოვასწარე მეგობრებო დღეს, იმიტომ რომ ერთ-ერთი ძნელია მაღაზია იყიდოს სხვა მაღაზიაში, ამიტომ ყველაზე კიდევ მომიწევს გამოსვლა, ყველაფერს რო შევკრავ და შევკრიბავ, აწყობაზეც გადავალთ. 1 eternity later. უკვე მეორე დღეა რაც დავდივარ. ეხა გუშინ кейსის ყიდავ მომახერხე და кейსი უნდა გავიდე, დარჩენილია კიდე პლატა, პროცესორი და კვების ბლოკი. მაქსიმალურად ვეცდები რომ მოვასწრო. დარჩენილი ნაწილების კიდაც მალე დროულად რომ ავაწყოთ და დავტესტოთ. როგორც ითხრათ, ეს არის ჩემი ნათესავების. ჩემთვის კიდე ერთს ვაწყობ და მაგარ ვიდეოსაც შემოგთავაზებთ, რომ ბევრად ძლიერი კომპიუტერია. მეორე რაც უნდა აიწყოს ჩემთვის. Much later. დღეს დასასრულისკენ მიდის უკვე ნაწილების ყიდვის პროცესი, ხოლო პლატა, პროცესორი და ის დამრჩა საყიდი, კვების ბლოკი, ხო და შევისყიდი და დავიწყებთ აწყობას. ნუ როგორც ხედავთ, ძლივს შევაგროვე ყველა ნაწილი და მზად ვართ რომ პატარა შესავლის მერე დავიწყოთ აწყობა. ძლივს შევაგროვე ეს ნაწილები, მოკლედ მაღაზია დავდიოდი. რასაც ვიყიდე, რა ფასი მივეცი, რომელი ახალი, რომელი მეორადი, რა მონაცემებია, საერთოდ ყველაფერს ვიდეოში გაჩვენებთ. ეხაც ამოვანაცდება სისტემური მონაცემები რა აქვს უკვე და რა ვიცი, შევუდგეთ აწყობას, ყველა ნაწილი აქ არის, кейსიან, ოპერატიული ან პლატიან ყველაფრიანაც და ნახოთ მერე Windows-ით ჩავწეროთ და ტესტირებებით ჩაუტაროთ რა. და ზოგადად პირველ რიგში მე მიყვარს კომპიუტერის აწყობა, დავიწყო ხოლმე кейსით. кейსს გავხსნით, ნახავთ რა ზომა, როგორ არის შიგნით, რა ხდება, კაბელები სად არის და ასე შემდეგ და ასე. მოკლედ кейსით ვიწყებთ ჩვენი კომპიუტერის აწყობას, რომ დავათვალიეროთ რა ხდება შიგნით. აგერ გვაქვს მეგობრებო კომპიუტერის кейსი, ეს არის Deepcool-ის CG580, 4 ცალი უკვე დაინსტალირებული ძალიან ლამაზი კულერით, რომლებიც არის ARGB და კონტროლერი აქვს Z case-ზე, პროგრამით არ კონტროლდება სამწუხაროდ, მაინც ბიუჯეტურ კატეგორიაში გადის. ეს кейსი ნაყიდია PC room-ში 285 ლარად, რა თქმა უნდა, თავის საგარანტიოთი ახალ მდგომარეობაში. кейსი ზომით არის საკმაოდ დიდი, ეტევა 360 მმ-იანი კულერი ზედა მხარეს, ასევე 360 მმ-იანი რადიატორი წინა მხარეს, ესე ვთქვათ, არის single chamber-ი, ანუ უკან არ თავსდება კვების ბლოკი, ძირს უნდა დაიდოს და საკმაოდ დიდი წვალებაც მქონდა кейსის ამოღებაზე. 5-დან, რადგან არის საკმაოდ მძიმე და დიდი ზომის და რა თქმა უნდა ფრთხილობდი კიდევაც, იმიტომ რომ შუშები აქვს ორივე მხარეს. ნუ ძალიან ლამაზია და კულერები განსაკუთრებით ძალიან ლამაზი აქვს, თქვენ თვითონაც ნახავთ ვიდეოში. მოდი ახლა მოვატრიალოთ 5-იან ამოღების შემდეგ და ეს ცელოფანი, რაც აქვს, თლიანად მოვაძროთ, რომ ნახოთ როგორ გამოიყურება ზოგადად ეს ჩვენი кейსი open box მდგომარეობაში.
აი როგორც ხედავთ, საბოლოოდ ამოვიღეთ 5-დან, ნუ ეხლა ამას შიგნიდანაც და გარედანაც შუშებს ცელოფანი აკვრია და კიდევ ისე კარგად არ ჩანს როგორც უნდა ჩანდეს, მაგრამ ზოგადი წარმოდგენა დარწმუნებული ვარ შეგექმნათ, რა ზომის кейსია მიახლოებით, პრეინსტალ კულერებიც დაინახეთ და ანთებულ მდგომარეობაშიც ნახავთ რა ლამაზია, ორივე მხარეს შუშა, მოკლედ ძალიან კარგი ვარიანტია ეს кейსი ბიუჯეტურ სეგმენტში, როგორც გითხარით, ნაყიდია PC Room-ში 285 ლარად. ნუ кейსის პირველადი ვიზუალი და პირველადი შთაბეჭდილება შეგვექმნა უკვე და ვნახეთ რა არის და რას წარმოადგენს ესე ვთქვათ. მოდი ახლა გადავიდეთ უკვე სისტემის აწყობაზე. აგერ გვაქვს Asus ROG Strix-ის Z790i Gaming Wi-Fi, ერთ-ერთი ტოპ დედაპლატაა ამ სოკეტზე, ერთ-ერთი და სწორედ ამ სოკეტზე და ამ პლატაზე ავაწყობთ ჩვენ სისტემას. ნუ ხო, რაც შეეხება თვითონ პლატის მდგომარეობას, არის მეორადი და ნაყიდია კერძო პირისგან, ფასი გადახდილია 500 ლარი ამ დედაპლატაში. ხედავთ, რომ მოყვა გარკვეული აქსესუარები, ესენია მაგალითად Wi-Fi-ის ანტენები, ესენია ესე ვთქვათ zip tie-ები, ინსტრუქცია, კიდე რაღაცა ქაღალდები ROG-ის, როგორც შევიათ ტენიან ხოლმე, ასევე ვიდეო ბარათისთვის გადამყვანი და ასე შემდეგ. ნუ მოკლედ წვრილმანი დეტალები, რომლებიც უმეტესი მათგანი ჩვენ არ გვჭირდება. კარგი, გადავდოთ ახლა ჩვენი ყუთი, დავდოთ დედაპლატა და დავიწყოთ ნელ-ნელა კომბოს აწყობა. საკმაოდ ლამაზად გამოიყურება დედაპლატა და ძალიან ლამაზი განათებაც აქვს და ფუნქციონალიც ძალიან მაგარი აქვს ამ ყველაფერს ვიდეოს ფლობის განმავლობაში ყველაფერს აგიხსნით და გეტყვით. აგერ უკვე მოვათავსეთ ჩვენი პროცესორი სოკეტში, ეს არის i5 14600KF-ი, პროცესორიც არის მეორად მდგომარეობაში, ნაყიდია კვლავ კერძო პირისგან და პროცესორის ღირებულება იყო 550 ლარი. აქ გვაქვს ასევე G-Skill-ის 32 GB ოპერატიული და Samsung-ის 990 Pro 1 TB-იანი SSD. SSD ნაყიდია at home-ის მაღაზიაში 370 ლარად ახალ მდგომარეობაში, ხოლო რაც შეეხება ოპერატიულებს, ნაყიდია მაღაზია IT Works-ში, ესეც ახალი 320 ლარად, 32 GB DDR5 CL36, 2 ცალი 16 GB-იანი სტიკი, როგორც მიხვდით. ნუ ამოვიღეთ ახლა ყუთიდან ეს SSD, გავხსნათ, ვნახოთ რაღაცა ინსტრუქციები, ასე შემდეგ და ჩავაყენოთ სისტემაში. ესე იგი, ინსტრუქცია უფრო კარგად იყო შეფუთული, ვიდრე თვითონ SSD ესე გამოუვიდათ. ამ ხელა შეფუთვა რა საჭირო იყო ინსტრუქციისთვის, ცოტა ვერ გავიგე. აგერაა თვითონ SSD და მოდი ამოვიღოთ საბოლოოდ და ჩავდოთ თავის სლოტში და გადავიდეთ მერე ოპერატიულზე. ეგა დავახუროთ ხა თავისი ჰიტსინკი, რომელიც ძალიან ლამაზი და კარგია, საერთოდ ROG-ის პლატებს მაგარი ჰიტსინკები აქვს ყოველთვის.
ეგ არის ძლივს გადაუჭირე, კაი ძნელი მოსაჭერი იყო მართლა, ამას ახალი ტექნოლოგია ჯობია პირდაპირ წკაპით რო ჯდება რა შრუპებზე ჩალიჯს. ხო და გადავეთხე ოპერატიულზე საბოლოოდ და ჩავსვათ. აგერ გვაქვს როგორც ვახსენე 2x16 გიგაბაიტი DDR5-ის 6000 MHz-იანი ოპერატიულები. ნუ სტანდარტულად მოვათავსებ ესე იგი A2 B1 სლოტებზე თუ ასე ქვია, ზუსტად აღარ მახსოვს. მოკლედ, რო უყურებთ ვიდეოს მეორე და მეოთხე სლოტში რა სახელები ზუსტად ესე აღარ მახსოვს რომლებია. ხო, ოპერატიულებით ჩავსვით და მოდი ახლა დედაპლატის ფუნქციებზე გეტყვით 1-2 სიტყვას. ამ პლატას აქვს თავისი სტარტის ღილაკი, ანუ დავაჭერთ პლატაზე სტარტის ღილაკს, როგორც ვიდეოში ჩანს და პლატა ჩაირთვება ჩვეულებრივად კომპიუტერი დაიწყებს ფუნქციონირებას. ასევე აქვს ვიდეო ბარათის ამოსაღებად, იქ ხო ჩამკეტი კბილანა არის. აი ამ კბილანის გასახსნელად ზევით აქვს პატარა ღილაკი, რომელსაც რო დავაჭერთ, კბილანა იხსნება და დიდი ვიდეო ბარათის ამოღება მარტივდება. და რა თქმა უნდა, ძალიან კარგი თვისება და ფუნქცია რაც აქვს ასევე ეს არის error კოდის წამკითხველი, ზევით ხედავთ მარჯვენა ზედა კუთხეში თუ რამე პრობლემა აქვს კომპიუტერში ჩართვისას, ბუტისას, ასე შემდეგ, ეს error კოდის მაჩვენებელი დაწერს რომელიღაც რიცხვს ან ასობგერას ან მათ კომბინაციას და გაგოგებინებს რა ჭირს კომპიუტერში. ძალიან მაგარი ფუნქციაა troubleshooting-ისთვის. ამასობაში кейსიც გავამზადეთ იმისთვის, რომ პლატა მოთავსდეს შიგნით და თუ შეამჩნიეთ პატარა შეცდომა მომივიდა, ორი შეცდომა მომივიდა. პირველი ის იყო, რომ პლატა რომ მოვათავსე, დიდი ზომის პლატაა და მარჯვენა სამაგრები кейსი არ იყო დამაგრებული ATX-ის ზომის პლატებისთვის და მომიწია პლატის ამოღება, დამაგრება იმ სამაგრების და მერე ხელახლა ჩადება. ნუ რადგან გავასწორე და დავამაგრე ეს გამოტოვებული სამაგრებით, შეგვიძლია უკვე რომ დედაპლატა ჩავდოთ და დაუჭიროთ Z. და მეორე პრობლემასაც რაც შემეშალად გეტყვით ახლავე. ნუ რადგან პლატა ჩაყენებულია უკვე გადავიდეთ ახლა წყლის გაგრილების განყუთვაზე და მერე ჩაყენებაზე და აი მეორე პრობლემა და შეცდომაც მან დაუშვირო ეს გაგრილება რო დავაყენოთ პროცესორის სოკეტი რაც აქვს რკინები ვერცხლისფერი ის უნდა მოიხსნას და თავისი სპეციალური სამაგრი რომელიც აი განყუთვის დროს გამოჩდება პლეიტი ეგ უნდა დაუმაგრდეს წინ ამ შემთხვევაში ეს გაგრილება მან ვერ დაყენდება და ამის გამო მომიწია პლატის ამოღება და ხელახლა ჩადება პლეიტიანად. ორიოდე სიტყვას გეტყვით ამ გაგრილების შესახებ, ნუ როგორც დაინახეთ ეს არის Arctic Liquid Freezer 3 Pro 360 მმ-იანი, რომელსაც არ აქვს RGB განათება და ნუ ძალიან მაგარი პერფორმანსი აქვს ამ გაგრილებას.
ფასთან მიმართებაში, უბრალოდ ერთი გაითვალისწინეთ, რომ ცოტა ხმაურიანია, როცა პროცესორი მაგრად იტვირთება, კულერები არც ისე ჩუმი არ არის, ეს გაითვალისწინეთ. ნუ ახლა გვაქვს აქ რა თქმა უნდა ყუთში თერმოპასტა, ესე იგი შურუპები კიდე 1000 ინვენტარი რაც მოყვება და საჭიროა რომ ეს გაგრილება დავამაგროთ და მათ შორის მოყვება აი იმ სოკეტის, რაც გითხარით რომ შეცდომა დავუშვიმეთ კი, აი იმ სოკეტის რკინების მოსახსნელებს თავისებური შურუპი აქვს, აი იმ შურუპის მოსახსნელი პატარა სახრახნისიც მოყვება. ასევე როგორც შემჩნიეთ, მოყვა ორი კაბელი, ერთი არის კონტროლერებადი და მეორე ავტომატური, ანუ პირველ შემთხვევაში, როცა კონტროლერებადია 3 თუ 4 თავაკის დაერთება გვიწევს დედაპლატაზე და ჩვენ ცოტა ვაკონტროლებთ აი ამ კულერის სიჩქარეებს და ასე შემდეგ, პომპას და ასე შემდეგ, ხოლო რაც შეეხება მეორეს all-in-one კაბელს, მას რო შევაერთებთ, ნუ ეს ტიპისთვის ჯობია, იმიტომ რომ ერთი კაბელია მხოლოდ და ბევრი აღარ აიბლანდება, ამას რო შევაერთებთ, წყლის გაგრილება პროცესორის ტემპერატურიდან გამომდინარე თვითონ იღებს გაწყვეტილებას, როდის რა სიჩქარით იტრიალოს და პომპა როგორ იმუშაოს რა. და აი უკვე ვიდეოშიც ჩანს აი ეს კონტაქტ ფრეიმი, რაც სოკეტის თავისი სამაგრის მაგირაც უნდა დაუყენოთ და მომიწია პლატის ამოღება როგორც გითხარით და მაგის ჩაყენება. ხო, პროცესორის გაგრილება ნაყიდია PC Shop-ში, მაღაზია, ოფიციალური არტიკის შეუნტანები არიან და 350 ლარი ღირდა ეს გაგრილება. აქვე დავძენ ინფორმაციას, რომ პროსა და ჩვეულებრივ liquid freezer-ს შორის ის განსხვავებაა, რომ რადიატორი არის უფრო სქელი პროს შემთხვევაში და უფრო კარგად აგრილებს და ამავდროულად კულერების ბრუნვიც უფრო ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე სტანდარტულ შემთხვევაში იქნებოდა. ნუ სწორედ აი ახლა მიწევს ჯერ აი ამ ძველი სამაგრის მოხსნა და მე თვითონ რაც დედაპლატას უკან უყენია, ანუ ეს შურუპები სადღაც სხვა მოჭერილი დედაპლატის უკან რაცა პლეიტი, ეგ პლეიტი მოხსნის დროს ჩავარდა და მომიწია პლატის ამოღება და ხელახლა ამ კონტაქტ ფრეიმის დამაგრება. ნუ რა თქმა უნდა ვიდეოში აღარ არის მოხვედრილი, უბრალოდ აზრი არ აქვს სისულელია და დროის კარდგვა, ამიტომ პირდაპირ კონტაქტ ფრეიმი როცა დავაყენე და ეს პლეიტი რაც მოყვა ამას რო დავუყენე, გავაგრძელე გადაღება შემდეგ. ხო, ახლა უკვე ძალიან ფრთხილად და აკურატულად მოვათავსოთ ჩვენი რადიატორი და წყლის გაგრილების, თავი, პომპაც პროცესორზე. ხო, აი აქ უკვე გავხსენი ეს შეკრული იყო კონექტორი და დაუმაგრე წყლის გაგრილების თავზე და დაუჭირე მე ეს წყლის გაგრილება ძლივს ძალიან ძნელი მოსაჭერია რომ იცოდეთ პროცესორის აი ამ დამაგრებულ ახალ პლეიტზე რომელიც არქიტექტურით თვითონ მოყვა რა თქმა უნდა. და ხო არ დაგვავიწყდეს თერმოპასტის წასმაც სანამ დავამაგრებთ და დავუჭერთ აი ამ გაგრილების თავს პროცესორზე.
всё, რადგან უკვე ესე იგი თერმოპასტა წასმულია, თამამად შეგვიძლია რომ დაუჭიროთ წყლის გაგრილების თავიც, X-ის ფორმაზე წავსვი როგორც შეამჩნიეთ, ასე მომწონს მე, ასე უსმევ ხოლმე და ბოლოს უკვე როცა ამ თავს დაუჭერთ, მოვატრიალებ кейსს და თვითონ რადიატორსაც დავამაგრებ ზევით кейსის ზედა ნაწილზე, თავისივე არქტიკის ყუთშივე მოწოდებული შურუპებით, ესე ვთქვათ. და ხო, ვიდეოში რომ ნახეთ, პატარა ნაწილი რომ დავადე კიდე თავზე არქტიკის ლოგო, რომელსაც აქვს ეს მრგვალი, ეს მაგნიტზეა, არაფერი შურუპები, არაფერი აღარ ჭირდება, როცა იმ თავს ძირითადად დაუჭერთ ორი შურუპით, მოარგებთ ამ თავს მერე და მაგნიტით ჩაჯდება და всё, არაფერი აღარ უნდა იმას, ძალიან ლამაზია. ხო, აქ უკვე ეს რადიატორი დავამაგროთ თავის შურუპებით ზედა ნაწილზე кейსის და საბოლოოდ ნახოთ ამ მოცემული მომენტისთვის როგორი გამოვიდა კომპიუტერი, პატარა ფოტოც მაქვს. აი როგორც ხედავთ, ასე გამოიყურება კომპიუტერი, შუშამოხსნილი და ჯერჯერობით ვიდეო ბარათი აკლია და მოკლედ დარჩენილი კომპონენტებიც ჩავსვათ და ხო, ეგ არის, გავდივართ ბოლოსკენ ნელ-ნელა. კვების ბლოკისთვის გამოვიყენე Asus-ის TUF Gaming სერია 750 ვატიანი ბრონზა კვების ბლოკი 80+ სერტიფიკატით, რა თქმა უნდა, რომელიც ამ სისტემას სრულად ეყოფა. ამ კვებაში გადახდილია 275 ლარი ულტრას მაღაზიაში. ნელ-ნელა გავხსნათ, ამასაც აქვს თავისი ინსტრუქციები, სხვა ქაღალდები, რაღაცები. ნუ კვება არ არის მოდულარული, ყველა კაბელი ზედ აქვს და არ ეხსნება და არის ახალ მდგომარეობაში. მეგობრებო, პირდაპირ გითხრათ, ამ კომპიუტერში მხოლოდ პროცესორი, დედაპლატა და ვიდეო ბარათი არის მეორადი აღებული, დანარჩენი ყველაფერი არის ახალი მაღაზიებიდან და არის გარანტიაზე. ფასები უკვე ვთქვი, მოდი ერთხელაც შევაჯამებ, დედაპლატა ღირდა 500 ლარი, პროცესორი 550, გაგრილება 350, ოპერატიულები 320, кейსი 285, კვების ბლოკი 275, მგონი არაფერი არ გამომრჩენია და ხო, SSD 370 ლარი. აი ესეთი ლამაზი და კარგი კვების ბლოკი გვაქვს. ნუ ძალიან ხარისხიანი და ეს არ არის, რა თქმა უნდა, ფასით შესაბამისი აქვს, მაგრამ სრულიად საკმარისია ამ სისტემისთვის, აი ვიზუალურადაც განახებთ ყველა მხრიდან როგორია. დროა უკვე რომ ეს კვების ბლოკი გადავიტანოთ кейსში, შევაერთოთ, ბოლოს ვიდეო კარტასაც ჩავსვათ და ეგ არის ჩვენი სისტემა გავიდა ბოლოსკენ. ხო, როგორც შეამჩნიეთ, кейსის უკანა მხარეს კულერების დასაერთებელი, ესე იგი პატარა პლატა აქვს кейს თავისივე, რაც ძალიან კარგია და კულერები შეერთებული და წესრიგშია უკვე ყველა, ბევრი წვალება აღარ მომიწია და ნუ კაბელ მენეჯმენტიც ასე თუ ისე არის. ნუ გადავიდეთ მეგობრებო უკვე ვიდეო ბარათის გახსნაზე, ეს არის Aorus-ის GTX 1080 Ti Extreme Edition-ი, ძალიან მაგარი ვიდეო ბარათია, მართალია ასაკით ცოტა ხნიერია, მაგრამ ძალიან მაგარი ბარათია, ესეც ნაყიდია, როგორც გეკითხარით, მეორადი, კერძო პირისგან 550 ლარად. ხო, კაბელ მენეჯმენტი და კაბელების შეერთება და კვების ბლოკიდან ესენი აღარ გადავიღე, უბრალოდ არაესთეტიკურია და უაზროა გადასაღებად. მაგაზე კაბელ მენეჯმენტზე ცალკე ვიდეოს შემოგთავაზებთ. აი ასე ლამაზად და განსაკუთრებულად გამოიყურება ჩვენი ვიდეო ბარათი ასაკისთან მიუხედავად.
მოდი უკვე მოვათავსოთ ეს ჩვენი ბოლო კომპონენტიც case-ში და ამით დასრულდება კომპიუტერის დაბილდვა. ნუ დარჩენილი იქნება ხა Windows-ის ჩაწერა, დრაივერების დაყენება, ამას რა თქმა უნდა არ გადავიღებ ვიდეოში, უბრალოდ სისულელეა და განახებთ საბოლოოდ როგორი კომპიუტერი გამოგვივიდა. ეგა კაი წვალების შემდეგ, იმიტომ რომ დიდია ფიზიკურად ვიდეო ბარათი, ჩაყენებულია და მოდი ჩავრთოთ კომპიუტერი. აი ასე ლამაზად გამოიყურება ჩვენი კომპიუტერი. ახლა კი გაგიზიარებთ უბრალოდ ლამაზ კადრებს Windows-ის ჩაწერის და ყველაფრის მოწესრიგების შემდეგ, როგორ გამოიყურება საბოლოოდ. მოგდეთ მეგობრებო, აი ესეთი გამოვიდა ჩვენი ბილდი, მონაცემები იცით უკვე და ერთ ვიდეოს კიდე შემოგთავაზებთ ამის შემდეგ, რომელშიც იქნება აი ამ კომპიუტერის ბენჩმარკები. ესე იგი, რა რეზულტატებს დებს თამაშებში, პროგრამებში და ასე შემდეგ რა. ფასი როგორც უკვე იცით, დაჯდა 3200 ლარი მონიტორის გარეშე და მონიტორი არის უკვე იცით, მაგრამ კიდე გავიმეორებ, Odyssey G5 Samsung-ის 165 Hz, 2K, 1 ms და საკმაოდ კარგი გეიმინგ მონიტორია, მოხრილი 27 ინჩიანი. იმედია მოგეწონათ ვიდეო, რაღაცები ისწავლეთ, ეს თიგურიც იყო, შევეცადე რომ ყოფილიყო ყოველ შემთხვევაში. კიდევ ერთი ძალიან მაგარი კომპიუტერის აწყობის ვიდეოსაც შემოგთავაზებთ წელს. ამაზე უფრო ძლიერის, ხო და ნახოთ ამ ვიდეოზე თქვენი რეაქციებიც, ლაიქები, კომენტარები როგორ იქნება და იმის დამხმარებით გავითვალისწინებ კიდე ფიდბექსაც თუ მომცემთ, აი რა იყო ამ ვიდეოში ცუდი, რა კარგი, რომ გავითვალისწინე შემდეგი ვიდეოსთვის და გამოვასწორო, ესე ვთქვათ. შევხვდებით კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვან ვიდეოებში. მადლობა ყურადღებისთვის და ნახვამდის.